მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. იმედია კარგად ხართ, იმედია ყველაფერი კარგად გაქვთ და ნახოთ ახლა The Guilty Tarot Cards. რას გეტყვით დღეს? სამყაროდან აი ესეთი მესიჯი იქნება თქვენთვის. ვინც ახლა ვიდეოს უყურებს და აინტერესებს მის ცხოვრებაზე, პირადზე. რას ეტყოდით? თვითონ სამყაროდან. მოდის პასუხი. შემოკარგებო, წარსული სიყვარული, წარსული სიტუაცია. სამყარო ამბობს, რომ თქვენ იმდენად წარსულ სიყვარულზე იყავით, ასე ვთქვათ, დამოკიდებული თუ თქვენ ფიქრებში, თუ თქვენს ასე ვთქვათ ცხოვრებაში, ანუ ვერ დაივიწყეთ წარსული სიყვარული რაღაც სიტუაცია, ამან შემდეგ რაღაც პერიოდი იყავით მარტო. ნახეთ, როგორც განდეგილი. მაგრამ სამყარომ თქვენ მოგცათ ახლა შანსი, ნახეთ, რაღაცა სწრაფად იცვლება თქვენ ცხოვრებაში და რა? თვითონ სამყაროს კარტი ამოდის, ეს ნიშნავს ან ადგილმდებარეობის შეცვლას, ან რაღაც ცხოვრების ცვლილებასთან, ციკლთან არის კავშირში, ან ქვეყნის გამოცვლას, ან სადმე გადასვლას და თუ თქვენ ეს გაქვთ გეგმაში, აუცილებლად შეასრულეთ, იმიტომ რომ მერე მოდის სტაბილური ცხოვრება, ახალი დასაწყისი და ახალი სიყვარული. სამყარო ამბობს ესეთ რამეს, რომ წარსული ცხოვრება, რომელმაც რაღაც თქვენ პირადში, თქვენ სიტუაციაში, შეიძლება შვილებიც გყავთ, ვისაც არ გყავთ, უფრო წარსულ სიყვარულზეა, ხო? ნამდვილ სიყვარულზე, რომელმაც გული გადგინათ და ამ რაღაცა რო არ გამოვიდა, გაცრუება იყო, ღალატი იყო, ტყუილი იყო, თუ დაშორება თუ ასე შემდეგ, ფაქტია, რომ რაღაც პერიოდი კარგ ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდით. ეხლა დადგა პერიოდი აგერ სწრაფად იცვლება თქვენი ცხოვრება. ამისთვის პირველ რიგში ხანახეთ, ეს არის პროგნოზირება. საჯარო გაშლა, კიდევ ერთხელ ვიძახი. და ალბათ ის, ვისაც სჭირდება ეს, გაიგებს, რაზეა საუბარი. როცა საჯაროა გაშლა, მაინც ვიღებთ იმ მთლიან ზოგად კოლექტიური ინფორმაციას მოდის, ხო? და სამყარო ახლა ვიღაცაზე მეუბნება. თქვენ ხართ ეს თუ ვინმე სხვა? არა აქვს მნიშვნელობა. ზოგადი ინფორმაცია იკითხება, რომ რაღაცა უნდა შევცვალოთ. და ამისთვის ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ, ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, იმიტომ რომ სამყაროც დაგვეხმარება თუ ჩვენ გვენდომება, მოქმედება ხდება ჩვენით. ნახეთ, და ეს ახალი დასაწყისი და ახალი სიყვარული მოვა და თან სტაბილური თუ ჩვენ ვიმოქმედებთ, ანუ რაღაცა შევცვლით. ეხლა ვკითხოთ, რახან ესეთი ინფორმაცია მოვიდა, აი რა უნდა შევცვალოთ. რა ცვლილებაზეა საუბარი აქ? ნუ მე კი ვიცი, მაგრამ მაინც დავაკონკრეტოთ, რა უნდა შეცვალოს რესპონდენტმა, ვინც უყურებს ამ ვიდეოს. უნდა შეცვალოთ დამოკიდებულება თვითონ ამ ადამიანისადმი, ან მამაკაცებისადმი, ანუ ნახეთ, ის ტკივილი, ის გულგაცრუება, რაც გქონდათ, ნახეთ, ჩაგიკეტათ გზა და როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდით, იცი, არ მინდა დავინახო, არ მინდა გავიგო, ანუ თითქოს თქვენ ქვეცნობიერად, ანუ ის კი არა, რომ თქვენ გინდოდათ, არა. თქვენმა ქვეცნობიერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და ცილებდით ყველა ადამიანს, ანუ მამაკაცს ამ შემთხვევაში იმპერატორს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თქვენ ინტუიციას უნდა მოусმინოთ და არა გონებას, რომ იცილებდით ქვეცნობიერმა მართლაც ჩაგიკეტათ გზა, მართლაც და ეხლა თუ გინდათ, რომ აი ახალი უკვე მოდის გზაშია, ხო? თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი, რას ნიშნავს? შეცვალოთ თქვენი ფიქრები, აზრები, დამოკიდებულებები და
მოემზადოთ ახალი კარგი ნამდვილი სიყვარულისთვის და ამისთვის მზაობა უნდა გქონდეს, რომ სამყარომ გაიგოს და მოვა ეს ნამდვილად თქვენ ცხოვრებაში. მოვა? დიახ, თქვენზეა დამოკიდებული, ნახეთ. ძალა ამოდის, დადებითი კარტი, რაც ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ძლიერი ქალი. და თქვენ იღებთ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეხა გადაწყვეტილებას. მოვა. რა თქმა უნდა, მოვა, როცა იაქტიურებთ და თქვენ სწორად განაგებთ თქვენ ცხოვრებას. კარგით, მადლობა. Golden Tarot card, ესეთი ინფორმაციისთვის და ეხლა ავიღებ Heaven and the Earth Tarot cards. ეს არის ზეცა და მიწა, ესე ქვია ამ დასტას და ვეკითხები იმ თქვენ ცნობიერს, რომელმაც ჩაკეტა თქვენი სოფლმხედველობა, შეიძლება თქვენ ამბობთ, რომ არა, მე ველოდები მინდა ახალი სიყვარული, ქვეცნობიერს არ უნდა გაიგე და ამიტომ მზაობა არ იკითხება და სამყარო კითხულობს რას, თქვენ ქვეცნობიერს, თქვენ შინაგანს, ემოციებს და გრძნობებს და იქ არის ძალიან ბევრი ბრაზი, იქ არის ძალიან ბევრი ტკივილი, გულდაწყვეტა და გასამართლება როგორ რომ აი მე არ ვიმსახურებდი და მე ამის ღირსი არ ვიყავი, აი ესეთი ქვეტექსტები და მაშინ ჩავიხედოთ თქვენ ქვეცნობიერში და თუ შეძლებთ, აი გადმოვარდა იმპერატრიცა, თქვენ ხართ ეს. თუ შეძლებთ ამ ტკივილის გადალახვას და უკვე პოზიტიური ენერგიებით, სიყვარულის ენერგიების აღებას, ხო? თქვენ ქვეცნობიერს ვეკითხები, კონფლიქტი, კი ბატონო. და რას ურჩევთ? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, როგორ მოემზადოს, კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო. როგორ უნდა მოემზადოთ, ნახეთ. ჯერ ერთი აი ეს წარსული უნდა აუცილებლად დაივიწყოთ და გაუშვათ. ოღონდ ეს არა აზრობრივად და ესე მარტო ჰაერზე ნათქვამი სიტყვებით, არამედ მოქმედებით და რას ნიშნავს? უნდა უფრო მეტად იმხიარულოთ, იყოთ დადებით ემოციებში, თქვენ თავს რაც გაუხარდება, ის გაუკეთოთ სურპრიზი, ანუ თქვენ თავი დააფასოთ. ეს თქვენ შეგიძლიათ, ხართ ძლიერი კარტი, აქაც Heaven and the Earth მაჩვენებს მეორე დასტა. თქვენი ცხოვრების გზა, თქვენ უნდა დაგეგმოთ, დააპროგრამოთ და გაუყვეთ. ანუ ნახე, ეს არის გზა, გზის კარტია. მერე აქ არის უკვე სურვილის ასრულება და ემოციონალური ფონი. ანუ რას ნიშნავს, რომ მთლიანად უნდა იყოთ სიყვარულის ენერგიებში, აი კმაყოფილი უნდა იყოთ თქვენი ცხოვრებით, თქვენი თავით, თქვენი თავი უნდა შეიყვაროთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხა ეგო აიმაღლო, არა. თქვენი თავის სიყვარული აქვს სხვა რამეა, პატივი უნდა სცეთ თქვენს თავს და ამოდის დაფარული, რაც იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ეხლა რასაც მე გეუბნებით, ეს იყო დაფარული ცოდნა, ეზოთერია, მისტიკა, იგივე ფსიქოლოგია, პარაფსიქოლოგია, რა აზრების ფორმირება, ჩვენი ცხოვრების დაპროგრამება, ფიქრით, აზრით, სიტყვის ძალა, თუნდაც აფირმაციები, მანიფესტაციები, მედიტაციები, ეს ყველაფერი საჭიროა, თქვენი თავის შეცნობა და ამაში დაგეხმარება ზუსტად ეს დაფარული ცოდნა, მაგია, ხო? ოღონდ კარგი გაგებით, მაგია არის ყველგან. ჩვენ უბრალოდ მოსაზიდ ენერგიას, ასე ვთქვათ, სიყვარულის მოსაზიდ ენერგიებს ვიღებთ და ჩვენი ცხოვრებისთვის, რომ მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება, ამ შემთხვევაში კარგ დადებით თეთრ მაგიას ვიყენებთ. ანუ ჩვენ ყველას გვაქვს უფლება, რომ ვიყოთ ბედნიერები, გვყავდეს პარტნიორი, ვიყოთ სიყვარულის ენერგიებში და ამისთვის რომ ეს მალე მოვიდეს, იმიტომ რომ ნახეთ, მომავალი განუსაზღვრელია. ანუ შენ რო ამას ამბობ მომავალში, ხო, რა იქნება? შეიძლება ხვალ მოხდეს, შეიძლება 10 წლის მერე მოხდეს. ჩვენ გვინდა ეხლა, ამიტომ ვაჩქარებთ და ეს რო დააჩქარო და გადმოიტანო მოვლენები და ეხლა ამ აწმყო დროში და ახლო მომავალში მოხდეს, ამისთვის გჭირდება ეზოთერული ცოდნა. ანუ იგივე ამ
ენერგიაზეა ყველაფერი, ხო? ყველაფერი არის ენერგია, მოზიდვა, მოსაზიდი ენერგია, ხო? და რა თქმა უნდა, თქვენი თავის საკეთილ დღეოთ და არავის დასაზიანებლად, იმიტომ რომ ეხლა თქვენ რო კონკრეტულად თქვათ, რომ ეს ადამიანი მინდა, ნახე, შეიძლება სამყარომ ვერ გაიგოს და ის ადამიანი არ მოგიყვანოთ, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც მომენტში, რაღაც მონაკვეთში, როცა მაშინ გადაიკვეთა თქვენი ბედი, ხო? ეხლა გაიყო და ასე იყო საჭირო, ის გამოცდილება იყო. და ეხლა სხვა ახალი უკეთესი და ნამდვილი მოდის, ამიტომ დაკონკრეტება, რომ მაინდა-მაინც ეს ადამიანი მინდა, ასე არ შეიძლება. უნდა თქვათ ზოგადად, რომ მჭირდება ადამიანი, ვინც მეყვარება, ვისაც ვეყვარები, გვექნება ნამდვილი სიყვარული და ნამდვილი გრძნობა ერთმანეთის მიმართ, ვინც გამიგებს, როგორც მორალურად, ფიზიკურად, ასევე მენტალურად, იმიტომ რომ ხა თუ არ გვექნა ერთნაირი შეხედულებები ამა თუ იმ სიტუაციაზე, ცხოვრებაზე, საერთოდ ყველაფერზე, ხო, აღქმა, თუ არ გვექნა რეზონირება, მაშინ მარტო იმისთვის, რომ ხა ცხოველური ინსტინქტები დაიკმაყოფილო და ხორციელი ასე ვთქვათ, სხეული დააკმაყოფილო, ეს არ არის, ხო, ჩვენ ვეძებთ სულიერ პარტნიორს, soulmates, რომელიც მეგობარიც იქნება, ასევე თანამგზავრიც იქნება, საყვარელიც იქნება, შეყვარებულიც იქნება და ასე შემდეგ, ხო? და რჩევა თქვენთვის რა იქნება სამყაროსგან. Heaven and earth. დიდი თემაა, მაგრამ რაღაცებს მაინც გეუბნებით. ანუ რჩევა იქნება ის, რომ სტაბილური მხედარი მოდის თქვენს ცხოვრებაში. ეს, ანუ უკვე აპირებს, სამყარო უკვე ფიქრობს ამაზე. ნახეთ, თქვენ გაშვებული გაქვთ ეს თხოვნა და სამყარო აფიქსირებს და მოყავს. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად იმოქმედებთ. თვითონ სამყაროს კარტი ამოდის, ახალი დასაწყისი დაიწყება, ახალი ცხოვრება. სამყაროს კარტი ყველანაირად დადებითია, ჯერ ერთი სრულყოფილებაა, ყველაფერს რო თავი დავანებოთ და ჩვენ რისკენ მივილტვით, ხო? სრულყოფილი, ჰარმონიული ცხოვრებისკენ მივილტვით ჩვენ ყველანი. ამიტომ ვეკითხებით და ვიღებთ პასუხს. თუმცა ეს არის სიმბოლიკა, ხო, სამყაროზე ენა, მაგრამ დანარჩენი, ხო, მთავარი როლი ჩვენი ცხოვრების შექმნისთვის, მოღვაწეობისთვის და შემოქმედებისთვის მთავარი როლი ვართ ჩვენ ვთამაშობთ ამ როლს. ჩვენ განვაგებთ ამ ჩვენ მონიჭებულ როლს, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ ამ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მისია გვაქვს, ხო, რაღაცა ყველას გვაქვს რაღაც მისია და ეხლა სამყარო გვეუბნება, რომ გზებს გიხსნი, აგერ, თავარია შენ იმოქმედო, ხო? მოქმედება რას ნიშნავს? პირველ რიგში შენ თავზე მუშაობა, შენ რო უარყოფით ფიქრებს. ნახე, ამ ტვინში იგროვებ აზრებს, მერე ამბობ, აჟღერებ, უკან მიდიხარ. აი რაღაცნაირად უნდა აიყვანო შენი თავი ხელში და იმ ნათელ მომავალზე და იმ კარგზე დაიწყო ფიქრი, თუნდაც ოცნება. ხო, შეიძლება თქვათ, რომ ოცნება არა. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და დროებით აბა თქვენ იცით.